პავლე მოციქულის წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი, თავი მეხუთე. ყოვლადვე ისმის, რა ისა თქვენ შორის სიძვაი და ეგევით არის სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართა შორის სახელედების, ვითარცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესვა. და თქვენ განლაღებულ ხართ და არა უფრო ისად იგლოვეთ, რაითა მოისპოს თქვენ შორის რომელმან საქმე ესექმნა. რამე თუ მე შორს ღათუ ვარ ხორცითა, ხოლო მახლობელ სულითა. და აც ეგრეთ შემირაცხეს ვითარცა მან დამყოფსა ეგევით არისა მისთვის, რომელმან საქმე იგი ქმნა. სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და თქვენიცასა, ძალით თურთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მიცემათ ეგევით არის გიეშმაკსა სატანჯორად ხორცითა, რაითა სული ცხონდეს დღეს ამას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. არა კეთილარ სიქადული ეგე თქვენი, არა უწყით არამე თუ მცირე მანცომან ყოველივე შესვარული აღაფო უნის, განწმინდეთ უკვე ძველი გიცომი, რაითა იყვენით ახალთბე, ვითარცა ეგე ხართ უცომო, რამე თუ ზატიკად ჩვენ და ჩვენთვის დაიკლა ქრისტე. რაითა ვზატიკობდეთ არა ცომითამით ძველითა, არცა ცომითამით სიბოროტისა და უკეთურებისაითა, არამედ უცომოებითამით სიმართლისა და ჭიშმარიტებისაითა. მოვწერეთ თქვენ და წიგნს ამაშინა, ნუთანა აღერევით მეძავთა და არა თუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გარნა ანგართა, გინა მტაცებელთა, გინა კერტ მსახურთა, უკეთუ არა, თანა გაცსამე სოფლით გამოსვლაი. ხოლო აც მივწერეთ თქვენ და ნუთანა აღერევით, უკეთუ ვინმე ძმა ისახელდებული იყოს მეძავ, ანუ ანგარ გინა კერტ მსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთვრალე, ანუ მტაცებელ, ესევით არის ამისთანა არც აღაჭამად. რამე თუ რა იძეს ჩემი და გარეშეთ ამად განკითხვაი, ანუ არა შინაგანი იგი თქვენი განიკითხნეთა, ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქვენსა.